ქართული ღვინის ხარისხის კონტროლი 2026 წელსაც აქტიურად გაგრძელდება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტის მონიტორინგი მსოფლიო ბაზარზე მისი იმიჯისა და ხარისხის დაცვის და რეალიზაციის მაჩვენებლების გაუმჯობესებას ემსახურება. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტროლის მექანიზმები, როგორც უშუალოდ რთველის პროცესის მონიტორინგს, ისე საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას და სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქციის ხარისხის კონტროლს ითვალისწინებს. რა სტანდარტები მოწმდება ქართული ღვინო და როგორია გასულ წელს სექტორში ჩატარებული ინსპექტირების შედეგები. მარიამ ბერძენიშვილი გიამბობთ. ღვინის ხარისხი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა 2025 წელს ხარისხის კონტროლის მიზნით ღვინის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა მიმართულებით 360-მდე ღვინის კომპანია შეამოწმა. ჯამში აღებული 2660 ნიმუშიდან დარღვევა 109 ნიმუშში გამოვლინდა. ამასთან საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით ჩატარდა 279 დეგუსტაცია. სულ 13349 ნიმუში შემოწმდა, საიდანაც დეგუსტაცია ვერ გაიარა 520 ნიმუშმა. დანარჩენი 12829 ნიმუში კი დადებითად შეფასდა. რა ტიპის დარღვევები გამოიკვეთა ძირითადად ღვინის შემოწმების თუ დეგუსტაციის პროცესში? ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შეუსაბამობები ძირითადად სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქციის პარტიების კუთხით გამოვლინდა, როდესაც ამა თუ იმ კომპანიის სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ნიმუშები არ შეესაბამებოდა იმ ლოტს, რომელიც გამზადებული იყო საექსპორტოდ ან ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად. სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, იმისთვის რომ ქართული ღვინის ხარისხი არ დაეცეს, სახელმწიფო კონტროლი მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან ლევან მეხუზლა იმასაც აღნიშნავს, რომ 2025 წელს წინა წელთან შედარებით დარღვევების რაოდენობა შემცირდა. ხდება ხოლმე შემთხვევები, როდესაც ასეთ ამა თუ იმ კომპანიის სასერტიფიკაციოდ წარდგენილი ნიმუშები არ შეესაბამება ხოლმე იმ პარტიას, იმ ლოტს, რომელსაც უკვე გზავნიან საზღვარგარეთთან ანთავსებენ ბაზარზე, ამ შემთხვევაში კომპანიები ჯანიმდებიან. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, ვთხოვო ჩვენ მწარმოებლებს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ძაფრი კონკურენციის პირობებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზრუნავი არის სწორედ ჩვენი ქართული ღვინის ხარისხი. გზამარნიდან სერტიფიცირებამდე ქართული ღვინის ხარისხი ლაბორატორიულად არაერთი მიმართულებით მოწმდება. ტარდება ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები, რათა უკვე ბოთლში ჩამოსხმული საბოლოო პროდუქტი, როგორც საექსპორტოდ, ისე ადგილობრივი ბაზრისთვის ხარისხიანი, მომხმარებლისთვის კი უსაფრთხო იყოს. იმისთვის, რომ ქართული ღვინის 8000 წლიან ისტორიას ჩრდილი არ მიადგეს, ხარისხს დიდ ყურადღებას აქცევენ თავადმეღვინაებიც. კომპანიებში აღნიშნავენ, რომ ვენახიდან დაწყებული ბოთლში ჩამოსხმამდე ყველა ნაბიჯს აკონტროლებენ, რათა მომხმარებელს სტაბილურად მაღალი ხარისხის პროდუქტი შესთავაზონ. ჩვენ ვაკეთებთ როგორც ქიმიურ პარამეტრებს, ასევე მიკრობიოლოგიურ ანალიზებს, ჰიგიენური სერტიფიკატისთვის საჭირო ანალიზებს, ასევე მომართვიანობა, ასე ვთქვათ, საცალო ანალიზებზე, მეწარმეს არამ ჩამოასხავს ბოთლში ღვინოს. ბოლო წლებიდან გამომდინარე, ლაბორატორიაში ჩატარებული ანალიზების შედეგებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვეთრად გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი. ჩვენთვის ხარისხი უბრალო მოთხოვნა არ არის, ეს კომპანიის ფილოსოფია. ვაკონტროლებთ მევენახეობიდან დაწყებული ბოთლში ჩამოსხმამდე თითოეულ პროცესს, ვაკონტროლებთ ყურძნის სიმწიფეს, ყრეფის დროს, გადამუშავების პროცესებსა და დავარგებას. ვიყენებთ როგორც ტრადიციულ ტექნოლოგიებს, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებს, იმისთვის, რომ მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ სტაბილურად მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტი. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ხარისხის კონტროლი კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ამასთან მეტად გააქტიურდება შიდა ბაზრის კონტროლიც.